პირველ რიგში მინდა შევეხო იმ საკითხს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაიქცა ნაციონალური მოძრაობის ჯერეთი იყო ყოველთვის და მეორე გადაახლა ეს გამომჟღავნდა განსაკუთრებით კარიკატურული ფორმებით, როდესაც 5 დღეში ფაქტიურად იღებენ გადაწყვეტილებას. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო შეგახსენებთ და ის გამოირჩეოდა ყოველთვის იმით, რომ ჯერეთი არაფერს არ აკეთებდა და მეორე თუ აკეთებდა ძალიან ხანგრძლივად გაწერილ ვადებში. და დღეს ახლა ჩვენ უპრეცედენტო რაღაცის მოწმე გავხდით, როდესაც ზუსტად სასამართლომდე მოგეხსენებათ დღეს არის სასამართლომდე ოპერატიულად მათ შეაჩერეს ის ნორმა, რომელიც გულისხმობდა დაუყოვნებლივ აღსრულებას. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. მე არ შევეხები თვითონ ამ ნორმას ზოგადად, მაგრამ ასევე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 9 წლის ნორმა მიღებულია სააკაშვილის მმართველობის დროს, რომ ამ ნორმაზე საუბარიც კი ითვლებოდა ლამის, ესე იგი, ეკონომიკისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და დღეს იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, როცა საკითხი მათ შეეხოთ, აგერ ამას აცხადებენ დემოკრატიის უდიდეს გამარჯვებად. და ზოგადად ესე იგი ის რომ ახლა ვისაუბროთ ჩვენ აქედან გამომდინარე იმაზე რომ რაღაც სასამართლო არსებობს ამ ქვეყანაში საერთოდ დაწყებული საკონსტიტუციო სასამართლოდან და დამთავრებული სხვა სასამართლოებით არის პარადოქსი ანუ ეს უბრალოდ არასწორი ესე იგი ჩვენ ხედავთ სასამართლო ხელისუფლების სრულ მოდით ესე ვთქვათ ატროფიას ანუ თვითონ სამართლის ცნების აბსოლუტური ატროფია ქვეყანაში თვითონ ამის როგორ თქვა არა მარტო ინსტიტუციონალური, არამედ ზნეობრივი პრობლემები დგას, იმიტომ რომ ახლა ის რაც ხდება ამასთან დაკავშირებით და კიდე სხვა მოვლენები უკვე საზოგადოებას აგდებს რაღაცნაირ აი ესეთ კიდევ ერთხელ განმეორდები სამართლებრივ უდაბნოს განცდას აღვიძებს, ესე იგი რაღაც საოცრებები ხდება მართლაც. იგივე ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ახლა არავის არ დაუსვა მკითხვა. თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რატომ დადიან გარეთ? როგორ შეიძლება გარეთ დადიოდეს ის ხალხი, რომელიც ხმების გვესმის ამ ჩანაწერებში. საუბარი მაგ გიგაბოკერიაზე. თუ ახლა რაზეა იქ საუბარი, ხო? იქ საუბარია და არ უყია ცხოთაშორის, რაც ყველაზე დიდი პარადოქსია, ბოლო მომენტამდე, ესოფონ იჟარაძის ეპიზოდამდე, ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი უარყოფა იმისა, რომ ესეთ დიალოგი და ამ შინაარსის არ შემდგარა. პირიქით ხდებოდა ამის გამართლება, რომ აი ის კი არა, რომ მე არ მithქვამს, რომ დაუშვით უნდა მოუკლათ ვიღაც ხალი, რომელსაც ბავშვი ეყოლება და დასისხლიანებული გვარამია უნდა დარბოდეს რუსთავიოში და როგორ გაიპარება იქიდან სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები. იმას კი საუბრობდნენ ესენი რომ ესეთი საუბარი არ შემდგა. რამეთ საუბრობდნენ იმას, რომ აი ეს ყველაფერი აუცილებელია, ვინაიდან რუსი ოლიგარქი და რაღაც სისულელეები. ხომ? ანუ ნაციონალურ მოძრაობას და აი ამ მასთან აფილირებულ ამ ზნეობრივ ხეიბრებს მართლა. საერთოდ ერთი კითხვაც არ დაუსვავთ. აი იგივე ქალბატონ კაპიტან გიგაურს, ხომ? ან საიას წარმომადგენლებს. იყო თუ არა ეს საუბარი ნამდვილად და თუ იყო რას ნიშნავს ეს ამის კვალიფიკაცია არ გაუკეთებიათ ასევე ადეკვატური რეაქცია ვერ ხედავთ ადეკვატურ რეაქციას ხელისუფლებისგან გასაგებია რომ ახლა ამერიკის ელჩმა ბატონმა კელიმ გააგრძელა იგივე მანკიერი პრაქტიკა რომელმაც გამოიწვია საქართველოში ამერიკის პოლიტიკის სრული დემონიზაცია მოდით ასე ვთქვათ და იმ დონეზე მივიდა საქმე რომ უკვე ევრაზიული კავშირის მომხრეები და ევროატლანტიკური კავშირის მომხრეების რიცხვი გათანაბრდა ბოლო გამოკითხვებით. და ეს არ არის რუსეთის და ევრაზიული კავშირის სიკეთის ბრალი და სიკეთის მოლოდინის ბრალი. ეს არის ამერიკული და ევროპული ევროატლანტიკური პოლიტიკის სრული ფიასკოს, აი სრული ზნეობრივი ფიასკოს ბრალი ქართველი ხალხის თვალში. ჩვენ უკვე მართლაც და აი უკვე ამაზრზენი გახდა ის შეფასებები, რომლებსაც აკეთებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე იგივე შეერთებული შტატების საელჩო. მუდმივად ამას აკეთებდა და ნუ ახლა კელიმ გააგრძელა ეს ამბავი და როგორც ჩანს კიდევ უფრო გამწვავდება ამ მხრივ ვითარება, იმიტომ რომ არ ჩანს მათი ესე ვთქვათ პოზიციის შეცვლის არანაირი სიმპტომი.
და ახლა მოვისმინეთ ჩვენ კვლავ იგივე მანტრები, მაშინ ქარტიის 2 წლის თავზე როცა ჩავიდა ბატონი კვირიკაშვილი, იგივე ზუსტად მანტრები იმის შესახებ, რომ უნდა იყოს ოპოზიცია დაცული, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ქედმაღლური დამრიგებლური ტონი ეს აბსოლუტური გაუთვალისწინებლობა ჩვენი შიდა პოლიტიკური რეალობისა და აბსოლუტურად უზნეო მხარდაჭერა იმ ძალისა, რომლის მოქმედების შედეგებს უყურებთ ყოველდღე, ხომ? იგივე კადრები, თქვათ, იგივე კაცრების კადრების ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოიწვევს სრულ დისკრედიტაციას ამერიკული პოლიტიკისა საქართველოში უკვე გამოწვეული თუ არა აქვს. ასევე საოცარია კიდევ ის ფაქტი, რომ დიპლომატიური კორპუსის არც ერთ წარმომადგენელს და ამ შემთხვევაში პირველ რიგში საუბრობ ჩვენ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე. არ დაუსვავს კითხვა იმის შესახებ იმ პასუხისგებლობის შესახებ, რომელიც უნდა დგებოდეს ადამიანების მიმართ, რომლებიც გეგმავენ სისხლიან გადატრიალებას და წინასწარ გეგმავენ ისეთ ტიპის საშინელებებს, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ხომ? არც ერთხელ არავის არ უთქვამს იმ პოლიტიკოსთა პასუხისგებლობის შესახებ, რომელთა დროსაც ხდებოდა ადამიანების აი ასეთი საშინელი ფორმებით წამება, ხომ? ეს წარმოუდგენელი რამ არის. ასევე არ მოგვისმენია ჩვენ დაუშვათ იგივე მათი შეფასებები საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი უმსგავსი მოქმედებების შესახებ. უმსგავსო აი სრული უმსგავსობაა ეს მართლაც, რასაც აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ საკონსტიტუციო რეფორმაზე. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ საკონსტიტუციო რეფორმაზე. ასეთი ტიპის მარაზმი, რაც ხდება ქვეყანაში, არ შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი არჩევნების შემდგომ პერიოდში. ეს დაუშვებელია, ვინაიდან ეს იწვევს სრულ არეულობას ადამიანების გონებაში პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანებს აღარ ესმით საერთოდ როგორ შეიძლება ვინმეს დაჭერა. აი ვინმეს დაჭერა, რაცა უნდა მძიმე დანაშაული კონდეს, როცა მაგალითად ბოკერია, რომელიც აგერ ჩვენ თვალწინ გეგმავდა და არ უარყოფს იმას, რომ გეგმავდა ესეთ მსხვერპლ შეწირვებს სააკაშვილთან ერთად, თურმე საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. და ადამიანები, რომელიც ახლა მწვრთნელ ქურდობაზე არიან, იქ დაუშვათ მწვრთნელ ქურდობაში არიან, ხილებულები, ეჭმიტანილები, ისინი თურმე უნდა დავაპატიმროთ. და აი ბოკერია, რომელიც გეგმავდა აი ამ უბედურებას, ხო? ანუ ქვეყანაში სისხლიან გადატრიალებას გეგმავდა და ამისთვის პროვოკაციებს გეგმავდა. სპეცრაზმის გამოყენებით. დაკითხვა რა შუაშია, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ ქვეყნისთვის? კითხვასო. არ წარმოადგენს ბოკერია ქვეყნისთვის საფრთხეს? ან სააკაშვილი არ წარმოადგენდა საფრთხეს წითელი ხალისით რო გაუშვეს? შეგახსენებთ, რომ იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში მეც ვიყავი ერთ-ერთი სარჩელის თანაავტორი, შევიტანეთ ჩვენ 2012 წლის დეკემბერში შევიტანეთ სარჩელი და განხილვა იყო ამ სარჩელის იმ უკანონობაზე, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, როდესაც მან გაიხანგრძლივა თავის პარლამენტის მეშვეობით, მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა. ახლა რაზეა საუბარი, რაზე გვაქვს ხო საუბარი? საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და არანაირი არგუმენტი არ მოუტანიათ. ისეთი არგუმენტი, რომელიც სამართლებრივი იქნებოდა და რომ კითხვაზე რომ აი მაგალითად რომელიმე ქვეყანაში სადაც დაუშვათ არსებობს რაღაც გარკვეული ნორმები, ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა დაუშვათ თურქმენეთზე, ხომ? იქ თავისი ბაღები აქვს, ასე ვთქვათ და უზბეკეთში. აი მაგალითად შეერთებულ შტატებში რომ ობამამ ვინაიდან და კონგრესში დემოკრატების უმრავლესობა გაიტანოს ეს ასეთი ტიპის ესე იგი ცვლილების პროექტი შეიტანოს, რომ მას გაუხანგრძლივონ ვადა. ესეთი რამე წარმოსადგენი არის მეთქი, როცა ამ კითხვაზე რა მიპასუხეს, იცით? ეგ ხომ შეერთებული შტატებია, ჩვენ ხო საქართველო ვართო. ანუ ჩვენთან შეიძლება და იქ არაო, გესმით? აი ასეთი ტიპის პროვინციულ
არასამართლებრივი ადამიანებით არის დაკომპლექტებული აზროვნებით განშღენთილი ადამიანებით არის დაკომპლექტებული ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო და სწორედ აი ეს მისი ეს 5 დღეში რომ ზუსტად ესე იგი სასამართლოს პროცესის წინ რომ პროცესისთვის რომ გამოიტანა ესეთ დადგენილებას ამის ნათელი დასტურია. ცხადია რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის სრულიად დისკრედიტირებული აბსოლუტურად ისა პირდაპირ ასრულებს ნაციონალური მოძრაობის შეკვეთებს, როგორც ასრულებდა მათი მმართველობის დროს, ისევე ასრულებს და ცხადია რომ საკონსტიტუციო სასამართლო არანაირდობას არ იმსახურებს და ისიც ცხადია რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ მექანიზმები, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იყოს უმაღლესი ინსტანცია საქართველოში. მათ არაერთი მავნებლური საქართველოსთვის პირდაპირ ვიტყვი მავნებლური რამ აქვს გაკეთებული. კერძოდ მაგალითად იგივე ქართული მიწების მოგეხსენებათ მე ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული მიწის დაცვის კომიტეტი პირდაპირ დამღუპველი ნორმები აქვს მიღებული. მაგალითად როდესაც გააუქმეს უცხოელებზე და უცხოეთის იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვა. და ამან გაკინაღამ გამოიწვია მოგეხსენებათ მორატორიუმის შემდეგ საჭირო გახდა მორატორიუმის შემოღება, ხოლო შემდეგ მორატორიუმიც გააუქმეს და ეხლა აი ესე ვთქვათ, აი ესეთ ჰაერს ჩამოკიდებულ მდგომარეობაშია კვლავ სიტუაცია, იმიტომ რომ ვინაიდან ვიცით რომ ყავს ამას თავის ლობისტები. და ამის პირდაპირ ლობისტი საქართველოში რომ წარმოვიდგინოთ გახლავს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო. პირდაპირ მტრული დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის მიმართ. და კიდევ ერთხელ განმეორდები რომ აუცილებელია რომ ამ მდგომარეობიდან ჩვენ გამოვიდეთ და ჩვენი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო არ იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მომუშავე ასე ვთქვათ და განწყობილი. და არჩევნების თემასაც რო შევეხოთ, შატაკაშვილის არჩევნები, წინასწარ შედეგები ყველა უბანზე ლიდერობს საქართველოს ოცნების წარმომადგენლები ლიდერობენ. თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს გაყალბებაზე. თქვენი აზრით რამდენად გამჭირვალე ჩატარდა ეს? მაინაშვილი დავამატებ აპირებს კოაქციები ჩაატარა. საერთოდ არსებობს როდესაც საუბრობთ გაყალბებაზე ხშირად ერევათ ხოლმე არსებობს ფალსიფიკაცია არჩევნების და არსებობს გაყალბება. ფალსიფიკაცია არის როდესაც თავშეთ მართველი ჯგუფი ფინანსური საინფორმაციო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით წინასწარ უზრუნველყოფს თავისთვის სასურველ შედეგს. ეს არის და ამისთვის მას არ ჭირდება ხოლმე დაუშვათ ისეთი უხეში ფორმების გამოყენება, როგორც არის ბიულეტენების ჩაყრა, სომხური კარუსელები და ასე შემდეგ და ამგვარები. ამას ქვია ფალსიფიკაცია, რომელსაც ადგილი აქვს ასე ვთქვათ ავტორიტარულ ქვეყნებში. ეგრეთ წოდებულ იმიტაციური დემოკრატიის ქვეყნებში. არსებობს კიდევ გაყალბებაზე ვისაუბრებ, ეს არის პირდაპირ დაუშვათ ბიულეტენების ჩაყრა და ასე შემდეგ. ახლა შევეხოთ არჩევნებს დაუშვათ მარტვილიდან ასეთი ჩივილები ჩვენ არ შემოგვცვლია როგორც ვიცი და საგარეჯოს ამბავი ყველა ვნახეთ. მე პირადად მეგონა მაგალითად რომ გაიმარჯვებდა ირმა ინაშვილი, ვინაიდან ბევრი მიზეზის გამო მათ შორის ახლა არ შევეხები თვითონ კანდიდატს, მაგრამ მე მეორე მხარეს მართლ ძალაზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი აბსოლუტურად თავისთვის კონტრპროდუქტიული პოლიტიკის გამო ახლა არ შეიძლებოდა დაუშვათ იგივე ხიდაშელს დაენიშნა თავის მემკვიდრედ ხიდაშელი მარტივად რომ ვთქვათ აი ერთი მარტივი რამ რო ვთქვათ ეს სრულიად გაუგებარი იყო რბილად რომ თქვა საგარეჯოს მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე ის უარყოფითი მუხტი რომელიც არსებობდა ამ გადაწყვეტილების გამო მათ შორის სხვა გადაწყვეტილებებთან და ზოგადად ქვეყანაში მდგომარეობასთან დაკავშირებით იძლეოდა იმის პროგნოზირების საფუძველს რომ გაიმარჯვებდა ოპოზიციის კანდიდატი მით უმეტეს რომ ხმების გაყოფა არ ხდებოდა. მით უმეტეს მოხდა ძალიან მე არ მახსოვს უპრეცედენტო რამ მოხდა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს ერთხმად და ფაქტიურად ამით ხმების გაყოფა არ მოხდა. ახლა
თვითონ ფალსიფიკაციაზე რო ვისაუბროთ, ფალსიფიკაცია იყო თუ არა ფალსიფიკაცია. ანუ ეს სამი კომპონენტისგან შედგება, ხო? საინფორმაციო კომპონენტი უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ არსებობს მედიაკავშირი ობიექტივი და გარდა ამისა საინფორმაციო თუ ვინც დააკვირდა საარჩევნო პროცესს საინფორმაციო ველში თანაბრად იყვნენ, არ ყოფილა საინფორმაციო ველში ეგ დარღვევა, რომ დაუშვათ წარმოედგინათ ხელისუფლების კანდიდატი მეტად ვიდრე ოპოზიციის კანდიდატი. ეს ერთი, ანუ საინფორმაციო ნაკადებში არ იყო ეს პრობლემა. ფინანსურს არ შევეხები, იმიტომ რომ არ ვიცით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნამდვილად იყო. ამაზე საუბარი არ არის, ვინაიდან ახლა ჯართან დაკავშირებული ისტორია ყველა ვნახეთ როგორც იყო და რაც იყო. მაგრამ მე მაგალითად პირადად ველოდებოდი, რომ დიდი იქნებოდა უპირატესობა. ახლა იქ საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობის ხარჯზე იქნა ასე ვთქვათ მოპოვებული თამარ ხიდაშელის ხმები, მაგრამ იქაც ქართულ მოსახლეობაში არ იყო ერთმნიშვნელოვანი როგორც ჩანს ვითარება. მიუხედავად საკმაოდ დიდი დასწრებისა შუალედური არჩევნებისათვის, მაინც ასეთ შედეგი მივიღეთ. ანუ თუ ტოტალურ გაყალბებას არ ვიცი არ ქონდა, ანუ ჩაყრას ბიულეტენების პირდაპირ, ანუ თვითონ ამ უბნის გარდა მე მგონი არ არის ხო პრეტენზიები, ჯერჯერობით არ გამოუთხოთ პრეტენზიები, რომ სხვაგანაც იყო მსგავსი. ანუ შეიძლება დარღვევები იყო, მაგრამ რაც ეხება ჩაყრას და ამ ესეთი პრეტენზიები ჯერჯერობით მე არ გამიგია, შეიძლება იყო კიდევაც. დათვლის პროცესი თინა ხიდაშელის აქციელი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არანორმალურია, რა თავდაცვის მინისტრია და მე მგონი მას კაცილებით მეტი საქმე უნდა კონდეს, ვიდრე დაუშვათ კომპიუტერში შეიყვანოს ოქმები, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ თინა ხიდაშელი თვითონ თვლიდა ოქმებს, ასე ვთქვათ. ანუ ოქმებს თვლიდა, ის კი მას კი არ შეყავდა, CS:GO საქმიანობაში კი არ ერეოდა, ანუ ახლა ეს ორი სხვა ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ოქმების დათვლა. თქვენს, მეც, ყველას, მაგრამ და კომპიუტერში შეტანა და დაუშვათ იქ Excel-ში. ეგ სხვა თემაა, მაგრამ ის რომ თავდაცვის მინისტრი ადამიანი არის თავდაცვის მინისტრი და ასეთი ფორმით ერევა არჩევნებში, თუნდაც მენტალურად არ არღვევდეს კანონს სიტყვაზე, ხო? ეს არ არის რაღაცნაირად ამან გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება პირადად ჩემშიც მაგალითად და თითოეულშიც ალბათ გამოიწვია, ხო? ერთია კანონი და კანონის მიღმა არის ადამიანების ცხოვრების უდიდესი ნაწილი, ხო? რაც რის გამოც კანონი იქნება საერთოდ და ეს არის პირველ რიგში ეთიკა, ხო? ეთიკური ნორმები, რომელიც არ შეიძლება დაარღვიო. ყველაფერი ხო არ არის სისხლის სამართლისა საპროცესო კოდექსში გაწერილი და ადმინისტრაციულ კოდექსში. ეს ელემენტი ადამიანური ეთიკის დარღვევა იყო, რასაც აკეთებდა ქალბატონი თინა იქ და არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დაზაბულობა მოყვა ამ არჩევნებს, ჩემი პოზიციას ვამბობ და სამწუხაროა ეს პირველ რიგში მთელი ქვეყნისთვის. ანუ ცუდი შედეგების მომტანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მე პირადად ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ასეთია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობა. ქვეყანას ჭირდება, საქართველოს ჭირდება, ძალიან ჭირდება სტაბილურობა. ჩვენ თუ ამას ვერ მივაღწევთ, ახალ დესტაბილიზაციას და ახალ დაზაბულობას შეიძლება ვერ გაუძლოს ამ ქვეყანამ საერთოდ და გაქრეს პოლიტიკური ველიდან. აქედან გამომდინარე და პირველ რიგში ამ ასეთი ტიპის ვითარებისათვის, რაც საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მას მეტი მოეთხოვება ყოველთვის ვიდრე დაუშვათ იმ ხალხს, ვინც ხელისუფლებაში არ არიან. თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც არ არიან ხელისუფლებაში და ეს პასუხისმგებლობა ხშირად არანაკლებია ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისა.